მოგესალმებით ყველას. დღეს გავაკეთებთ ანალიზ მარკეტზე, გავიგებთ ორჩაბათის მარკეტისგან რაც ნოველდებოდეთ, საინტერესო ლეველებს გავიხინავთ, სადაც შეიძლება ფასი უბრალოდ დარევესდეს, რაღაც გარკვეული რეაქცია ქონდეს, ამიტომ მოდი დავიწყოთ. ეს არ არის ფინანსური რჩევა, ეს არის ჩემი შეხედულება მარკეტზე, ეს არის ჩემი აზრი უბრალოდ, რას ველოდები მე მარკეტისგან, ამიტომ არავინ არ მიიღოთ არანაირი გადაწყვეტილება გქონდა თქვენი ანალიზი, უბრალოდ ეს მე განახებთ, ეხლა მე რას ვაკეთებ და როგორ გავაკეთებ. Okay. პირველ რიგში მოდი მოვნიშნოთ ზონები, საიდან რას ველოდებით, ანუ სადაც იყო წინა აუქციონი, მაგალითად, სადაც იყო სამართლიანი ფასი, ამ ადგილიდან დაახლოებით ამ ადგილამდე ქონა ლეველი. ამის შემდეგ, როგორც გატყდა და წამოვიდა ფასი ქვემოთ, აქ ეხლა, ორშაბათის მარკეტი არ ამგონია ეგრევე ამოვიდეს, ამიტომ მოდი უფრო დავაგვირდები აი იმ ზონას, ახლა განახებთ რას. პირველ რიგში ავიღებთ volume profiles, მოვნიშნავთ ჩვენ ზონას, საიდანაც გვინდა ვნახოთ ტრანზაქციები და აქედან უკვე მოვნიშნავთ ჩვენ ზონას. პირველ რიგში მოვნიშნავთ value area lows, რაც იქნება დაახლოებით აქედან, ამ ადგილამდე, value area high, რაც იქნება დაახლოებით აქედან, ამ ადგილამდე. და ეს point of control. Point of controls დიდად არ ვიყენებთ ეგ live-ს ვახსენების გამო, რომ შეიძლება, რას გვიჩვენებს ახლა volume-ი, ხოლმე ეს volume-ი გვიჩვენებს რამდენი ტრანზაქცია იყო და ტრანზაქცია რა არის? ტრანზაქცია ნიშნავს ორდერებს, კონტრაქტებს და აქ იდეაში ეს არის value area, რაც ნიშნავს იმას, რომ მთლიანი ამ ზონის 70% იყო ნატრეიდები ამ ადგილზე, ანუ ყველაზე მეტი ვოლიუმი იყო ნატრეიდები ამ ადგილზე. ეს არის კომფორტული ზონა, ეს არის აუქციონი. და ეხლა გეტყვით, რას უნდა ველოდებოდეთ, ამ მარკეტისგან პირველ რიგში, ამას წავშლი, გვჭირდება ჩვენი ზონები გავიგეთ. ეს მოვნიშნავ. საერთოდ არ გვინდა ეს ვთქვი. Okay. ეხლა რას ნოველდებოთ ამ ადგილზე? პირველ რიგში ეს არის ჩვენი აუქციონი, ფასი კომფორტულია, ორი მხარე ტესტავს და ორი მხარისთვის კომფორტული აქ ვაჭრობა, ლონგები, შორტები, ორი მხარეზე გვაქვს. ეს არის მარკეტის აუქციონის თეორია, ვინც არ იცით, ამას ვასწავლეთ ჩემ private mentorship-ით და ამას არ ვიძახი, რომ თქვენც უნდა ისწავლოთ აქ, შეგიძლიათ რაღაც ვიდეოები ნახოთ, სისტემის ვისაუბრე ამაზე. და ეს არის ჩვენი კომფორტული ზონა. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? პირველ რიგში, დაველოდებით, რომ ფასი გახსნიდან ჩამოვიდეს, ამ დიაპაზონში, ან ავიდეს ამ დიაპაზონში და ეხლა რა? პირველ რიგში, ფასი რო შეეხება ამ დიაპაზონებს, რამოდენიმე რაღაც შეიძლება მოხდეს. პირველ რიგში, აქედან წამოვიდეს ფასი, შეეხოს და აქედან, დავინახოთ გამყიდველის გააქტიურება მარკეტზე. რომ გამყიდველი შემოვიდეს და მაგას დავინახოთ უკვე დელტა ინფორმაციით. როცა მოხდება მარკეტზე exhaustion-ი, რაც იქნება volume-ის სამაშრობა, ან იქნება absorption-ი, ანუ როცა შემოვაძლია იმ მყიდველი ამ ადგილზე და იზრდება ეს უნდა გატეხოს, დაახლოებით. აი აქ ველოდებით. ნატვარ ხაზოს ვეძებდი. დაახლოებით ხო. დაახლოებით ამ ზონის ზემოთ ველოდებით რომ მოხდეს ეს ჩავარდნილი აუქციონი, როცა ფასი ეცდება რომ ამის ზემოთ ავიდეს, დაახლოებით თუ ამოვიდა რა თქმა უნდა, აქ უნდა დავაგვირდეთ უკვე დიდ კონტრაქტებს, თუ დიდი კონტრაქტები შემოვიდა მარკეტზე და შედეგი არ ქონა ამ სანთლის შემდეგ, ან მაგალითად ეხლა რომ თქვათ რომ შემოვიდა მყიდველი, ესეთი ნატოლაგავს მართლა ვხვდები. ანუ აქ არ უნდა რომ ის დახაზოს. Okay. თუ დავინახოთ აი ეს რაღაცას, ანუ შემოვიდა პირველი მარკეტზე. უკვე დავიღალე ამის შალიშით. Motherfucker.
ოკეი. თუ დავინახავთ, რომ შემოვიდა მყიდველი ამ ადგილზე, ველოდებით რომ ამის გატიხვას და აქედან უფრო ჩემთვის კომფორტული იქნება, რომ ჩავარდნილ აუქციონი დავშორტო, ანუ ნიშნავს იმას, რომ აქ დავინახავთ წიგნს ვეძახით ამას ქართულად, დიდ ორდერებს, მაგრამ მარკეტზე შედეგი არ იქნება, ანუ რამოდენიმე სანთელი არ მიყვება და როგორც კი დავინახავთ, რომ ფასი ბრუნდება ამ დიაპაზონში, აქედან შეგვიძლია შორტები ავიღოთ და ვიტრეიდოთ დაახლოებით point of control-ამდე მაინც, ანუ ამ დიაპაზონამდე. ყველა ვარიანტში ამ ლეველებიდან, ამ ზონიდან მაგალითად ველოდებით, რომ ფასი ამოვიდეს, დავინახოთ აქედან გამყიდველის ინტერესიდან თუ საინტერესო იყო და ძლიერი გამყიდველი შემოვიდა, რასაც დავინახოთ უკვე footprint chart-ზე, აქედან ამის ქვემოდან დავაკვირდებით short-ებს, stop loss დავაყენებთ დაახლოებით. აქ ამ დიაპაზონში, იმიტომ რომ თუ გვინდა რომ აქედან აქამდე დავშორტოთ, კარგი რისკი მაინც უნდა ავიღოთ რა. იმიტომ რომ თუ აქ დააყენებ stop loss შეიძლება რამოდენიმეჯერ გატესტოს ფასმა და ძალიან მარტივად გასტოპდეთ. თუ იდეაში ეს გატყდა და ამის ზემოთ აიხურა სანთელი, დიდი ალბათობით ისევ წავა ფასი და ახალი აუქციონი წავა ამ დიაპაზონში, ამიტომ მაინც გასტოპდები და მიგეჩვენია, რომ დიდი რისკი აიღო, აქედან დაშორტო და აქამდე დაათარგეთო. ეს ფინანსური რჩევა არის, მე რას ვიზავ, მაგას გეუბნებით უბრალოდ. ოკეი, ყველა ვარიანტი შევეცდებით აქედან შორტებს ველოდებით. თუ შორტები არ შემოვიდა და ჩავარდნილი აუქციონი იყო, აქედანაც შორტები და თუ იყო სიტყვაზე ძლიერი ყიდვა ამ ადგილზე და მოხდა acceptance, რაც ნიშნავს იმას, რომ ფასი მიიღებს ამ დიაპაზონს და ძლიერი ყიდვის შემდეგ რამოდენიმე სანთელიც მიყვება და დაიხურება ამის ზემოთ, აქედან უკვე ვალიდური იქნება შორტები, ესე ვთქვათ. ეს არის აქედან რაც ველოდებით. ეს უფრო იქნება day trade-ის იდეა, ვიდრე scalping-ის იდეა, უფრო მე განვიხილოთ მაგ scalp იდეებს. ოკეი, ეხლა რა შეეხება ყიდვის ზონას. ყიდვის ზონაზეც იგივე ეს ვიტყვი. აქედანაც იგივე შემიძლია თქვა, როცა ჩამოვფასე ამ ადგილზე აქედან დავაკვირდებით ყიდვას, თუ დაინტერესდება მყიდველი ამ ადგილზე, თუ არ დაინტერესდა და მოხდა ჩავარდნილი აუქციონი, აქედან შეგვიძლია შორტები ავიღოთ, ანუ ვიტრეიდოთ იდეაში ამ აუქციონამდე, აქაც კაი ზონა იყო. რა შევხედოთ ვოლიუმის თვალსაზრისით, იმიტომ რომ მაინც ამოსავსებია ეს დიაპაზონი და აქაც აუქციონი იყო ერთგვარი. აქედან დაახლოებით ამ დიაპაზონამდე. ამიტომ აქამდე შორტები, აქედან ძალიან დიდი ალბათობით დაერევერსდება აუქციონი წამოვა. ან თუ ორი ვარიანტია რა, აქ მოხდება შორტები, აგროფას შეეხება, ან ახალი აუქციონი წავა ისევ გამეორდება ეს დიაპაზონი, ან დაილონგება, ან დაიშორტება. უბრალოდ მარტო ეს არ არის, რადგან განვიხილავთ ნახევარსაათიანს და ასე ვთქვათ day trades და swing trades, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება რაღაც გლობალური მოვლენა მოხდეს, რამაც განაპირობოს სიტყვაზე ფასის საერთოდ ვარდნა, ან ზრდა, ამიტომ მეგეც უნდა გაითვალისწინოთ რა. მაგრამ აქედან შორტები, თუ ჩავარდნილი აუქციონი იყო, როგორც წინ განვიხილეთ წინა სურათზე, აქედანაც ლონგები და აქამდე ვაჭრობა, stop loss-ი ამ ადგილზე, target-ი ამ ადგილზე. ეს იქნებოდა ჩემი იდეა, ხვალინდელი მარკეტისთვის, ესე ვთქვათ, Nasdaq-ს. მათ შემიძლია გითხრათ. პატარა scalp-ებს რაც შეეხება კიდევ, თუ open-ზე ვაჭრობთ, აი ეს დიაპაზონი, რაც აუცილებლად გაიტესტება, ეს დიაპაზონი ყველა ვარიანტში გაიტესტება, როგორც შეხედავთ. აქ არის პირველი სტანდარტული დევიაცია ამ ადგილზე და open-ზე ძალიან დიდი ალბათობით ახლა რა მოხდება გეტყვით. წამიდევ ხო იწერება. პირველ რიგში ფასი ამას გატესტავს და ორი ვარიანტია. თუ იმის ქვემოთ დავიხურეთ, სანთელი დაიხურა ამის ქვემოთ და დავინახეთ big trade-ები, ძლიერი მყიდველი, შეგვიძლია მყიდველი კიდევ გამყიდველი, შეგვიძლია აქედან შორტი ავიღოთ, stop loss დავაყენოთ ან point of control-ზე ამ ადგილზე, ან ამ დიაპაზონის ქვემოთ გააჩნია როგორ დაიხურა სანთელი და ვიტრეიდოთ თლიანად ქვემოთ ამ ზონაში, იმიტომ რომ თითქმის ვოლიუმი არ იყო და იმბალანსებით სავსეა ეს ზონა, ამიტომ ყველა ვარიანტში გაიტესტება ეს ზონა ხვალე რა. იმიტომ რომ ძალიან დიდი სარიგელია და აუცილებლად გაატესტავს მარკეტი ამას. და თუ ეგეთი რაღაც არ მოხდა, ამ დიაპაზონიდან
ლონგებიც კარგი იქნება უბრალოდ. ნუ აქედან უფრო არ დავაკვირდები მაინც და მაინც ლონგებს რა. მინდა რომ ეს გატყდეს ეს დიაპაზონი, ამის გამო დავიხუროთ და აქედან შორტები ვითამაშოთ. აქედან კიდე განვიხილოთ უკვე რა შეიძლება მოხდეს მარკეტს. ნუ ეხლა რაც შეეხება ოქროს, ბევრი ვაჭრობთ ოქროზე და მოდი ნუ აქაც შევხედოთ მარკეტზე რას ველოდებოდეთ ოქროსგან. ნუ პირველ რიგში ვიღებთ ჩვენ volume profiles და ნიშნავთ ზონიდან ზონამდე, იმიტომ რომ ნუ ეს არის საინტერესო. ყველაზე მეტი ვოლიუმი სად უნდა ვაჭრი? ამ ზონიდან, ამ ფასზე. ჰალარი value area low, გვაქვს ამ დიაპაზონში. value area high დიაპაზონში. ნუ ის სტანდარტული დევიაცია ხა აქ არ ამგონია ფასი ხვალე თუმეტეს ამ ადგილზე ჩამოვიდეს, ის ზონა გატესტოს, მაგრამ მაინც გავითვალისწინოთ რომ აქ ელოდება point of control. Okay. ნუ ვოლიუმისთვის თვალსაზრისით, ნუ ამ ადგილზე, როგორც ახსენით, წინა ნასტაქსიან, ნუ აქედან შორტებს დავაკვირდებით ისე, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ზონა არის, ძალიან ძლიერი key level-ია, ნუ აქედან შორტებს უფრო განვიხილავთ ლონგებს, იმიტომ რომ არ ამგონია უცებ ესე open-ზე მარკეტმა კიდულმა ის უნდა დაიბრუნოს და გალონგოს, თუ რაღაც ძალიან დიდი გლობალური მოვლენა არ მოხდა და სიტყვაზე თუ გაიტესტება ეს და ჩაფეილდება, აქედან შორტები იქნება, ნუ ჩემს ძალიან მაგარი და შემდეგ უკვე წინა დღის volume profiles თუ შევხედავთ დაახლოებით ამ ადგილზე, აი ეს იქნება ჩვენი მეორე ყიდვის ზონა. აი ეს ლეველებია. შეგიძლიათ ნახოთ. მახსოვროთ. და აქაც იგივე პრინციპი, რაც წეგან ახსენით, ნუ მარკეტის აუქციონის თეორიის დახმარებით, აქედან ფასი ჩამოვიდა ამ ადგილზე, აქედან ისე დავაკვირდებით ლონგებს, რომ ძალიან ძლიერი ყიდვის ზონაა, ვოლიუმი ძალიან ემთხვევა. ნუ როგორც ხედავთ, ძალიან დაბალი ვოლიუმის ნაუდებია. ამ ადგილზე key level-ი. ეხლა ფასი აქ რო ჩამოვა, უკვე დავინახოთ რა მოხდება. თან ეხლა ზოგადი ვოლიუმის, ანუ მთლიანი gold-ის ვოლიუმის კვარტალური ვოლიუმი, ნუ ემთხვევა ამ დიაპაზონს, როგორც ხედავთ, ამ ადგილზე. იმიტომ 45-24-დან ველოდებით ძლიერ ლონგების შემოსვლას. ველოდებით და ანუ ეს კი არ ნიშნავს როგორც ფასი ჩამოვა ამ ადგილიდან იგივე დავლონგავთ რა რაღაც. არა, უბრალოდ გავითვალისწინებთ რომ ამ ლეველზე, ამ ზონაში რაღაც საინტერესო ხდება. Okay. ასევე შეები გავთიშოთ, გჭირდება. ეხლა მოდი იმბალანსებს შევეხოთ უკვე. Okay, წინა სესიის ზონები რაც უნდა გავითვალისწინოთ, ეხლა ნუ პირველ რიგში გითხარით რომ ეს არის ყიდვის ზონა, აი რას მოვნიშნეთ. ნუ ამის ზემოდანაც რო შევხედოთ value area, აიდან დაახლოებით აი ამ დიაპაზონში 50%-ზე, ნუ ემთხვევა ეს გაყიდვის ზონა, როგორც ხედავთ, ეს გაიტესტა კიდეც. და ნუ პატარა ვარდნა ქონა ესე ვთქვათ, ამიტომ ნუ სავარაუდო იქნება რომ ხვალე მოშაბათს რო გაიხსნება მარკეტი, პირველ რიგში ფასი ამას გატესტავს და აქედან მოხდება ნუ ჩემი აზრით ვარდნა. წერაც ვლაპარაკეთ, ნუ ეგეთი ვარიანტი იქნება, არ ამგონია ეს უბრალოდ შემოვიდეს ყიდველი მარკეტზე და ეს დიაპაზონი დაიბრუნოს, თუ რაღაცა დიდი გლობალური მოვლენა არ მოხდა, რაც ნაკლებად სავარაუდოა. ეხლა ნუ დანარჩენი ხარ შემიძლია თქვა ოქროს. ხო,
ნუ აი ეს დიაპაზონებია, საიდანაც ველოდებით რეაქციას ოქროზე, ხა მე ოქროზე არ ვსკალპერობ, ამიტომ ვერ გეტყვით რომ აი აქედან უცებ დავსკალპავ ან დავშორტავ, ნუ ეს იქნება ჩემი მთავარი ზონები ხვალისთვის, ამ ზონებს დავაკვირდები და ნუ თქვენს დააკვირდით, რა შეიძლება მოხდეს მარკეტზე. ამიტომ ვინც აქამდე მოხვედით, როგორც ითხარით, ეს არის ჩემი შეხედულება, ყველანი თუ ეცადი რომ მარტივად ამეხსნა, მარტივად ამეხსნა ყველასთვის, იმიტომ რომ ყველა არ ვაჭრობს order flow-ს და volume-ს ან market aukcionის თეორიას, ამიტომ თუ გასაგები იყო მშვენიერი, თუ გასაგები არ იყო და რაღაც კითხვები გაგიჩნდათ, შეგიძლიათ ამიწეროთ კომენტარებში, ან მომწეროთ Instagram-ზე, ხო? ვინც Instagram-ზე არ მოფოლოვით, ბევრ რამეს ტოვებთ, იმიტომ რომ კაი რაღაცებს თუ ხოლმე ვიკაც რა ანალიზებს და ნუ ტრეიდების გახსნას, ამიტომ Instagram-ის ბიოში იქნება დაბლა ქვემოთ. Instagram-ის ლინკი, Discord-ის და ნუ სხვა არაფერი. ამიტომ თქვენ იცით, თუ კითხვები გაგიჩნდებათ, მომწერეთ და მომავალ შეხვედრამდე.